მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა და მე და თქვენ ახლა გავივლით კვირის არკანის ენერგიას. პირველ რიგში ნაყოფიერი და წარმატებული კვირის დასაწყისი მინდა გისურვოთ თითოეულ ჩემს მსმენელს, ცალკე YouTube არხის მსმენელს მივესალმები და მოდით ვნახოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში ზოგადი მიმოხილვა იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა მაქსიმალურად ინფორმაციული. მთავარ ენერგიას გავივლით, თუ რა არის მთავარი ენერგია ამ ერთი კვირის მანძილზე. გავივლით ფინანსებს, გავივლით პარტნიორულ ურთიერთობებს, გავივლით ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა გავივლით წარმატების, უпростоრად გაფრთხილებას. გაფრთხილება ის სად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ენერგიას, ან იქნებ რაიმე საფრთხე, რაიმე უსიამოვნება არის შესაძლებელი რომ ვთქვათ განვითარდეს, ამასაც აუცილებლად ვნახავ. რა თქმა უნდა ისი აცილებად შესაძლებელია მაქსიმალურად კარგი იქნება თუ ავიცილებთ თავიდან, მაგრამ არსებობს ხო რაღაცა გარკვეული პროცესები, რომლებიც შესაძლებელია ადამიანმა მიზეზ შედეგობრივად მიიღოს და აცილება ნაკლებ შესაძლებელი იყოს. თუმცა თუ კი შევხედავთ მოვლენებს ისე რომ ნებისმიერი გამოცდილება ნეგატიურიც კი არის გამოცდილება და ჩვენ გვაძლევს ზრდის პოტენციალს, ვფიქრობ რომ უარყოფითი გამოცდილებებიც ნაკლებ მტკივნეულად მოგეჩვენებათ. კარგით. ეს პატარა შესავალი იყო და მოდით ვნახოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში რა მოგვიმზადა სამყარო. მაშასა და მე თიწოთით მაშასა და მე შევაფასოთ კვირის მთავარი ენერგია, როგორი გვექნება ამ ერთი კვირის განმავლობაში, ანუ წამყვანი ენერგია რა იქნება. ახლა შევაფასოთ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები, როგორი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში, როგორი იქნება ფინანსები ამ ერთი კვირის განმავლობაში, ჯანმრთელობა როგორი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში და რა თქმა უნდა გაფრთხილება, რას უნდა მოვუფრთხილდეთ, რაიმე საფრთხე, ნებისმიერი გაფრთხილება, რა თქმა უნდა მივიღებთ სამყაროსგან და გაფრთხილება რა გვაქვს ამ ერთი კვირის მანძილზე. გაფრთხილებას ცალკე დავდებ, რომ მე გავხსნა ბოლოს და ვნახოთ რაში მდგომარეობს ის. მაშასა და მე კვირის მთავარი ენერგია არის არკანი მაგი. ძალიან კარგი კვირის არკანის ენერგიით გავხსენით. მთავარი ფონი არის ის, რომ გექნებათ ძალიან დიდი ენერგია და პოტენციალი იმისა, რომ მიიყვანოთ დაწყებული საქმეები ბოლომდე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიყვანოთ წარმატებით. ეს არის ესეთი ძალიან ძვირფასი ნაყოფიერი ენერგია, რომელსაც სჭირდება ფორმის მიცემა და სჭირდება კონკრეტული მიზნისკენ გასროლა. ხო, თუ კი გაქვთ რაიმე ესეთი მიზანი, მე გირჩევით, რომ ეს ძალიან კარგი და ნაყოფიერი ენერგია არ მიმოფანტოთ, არ გაშალოთ, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე ასე, რომ ადამიანები გრძნობენ ენერგიის მოზღვავებას, კარგი პოტენციალი აქვთ ენერგეტიკული და ხაცნაირად ფანტავენ ისე, რომ არ აძლევენ კონკრეტულ მიმართულებას და საბოლოო ჯამში შედეგი არც ერთ ნაწილში არ ფიქსირდება. ჩემი რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად თქვენი ენერგია მომართოთ იქ, სადაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ, რომ მიიღოთ შედეგები, მიიღოთ პასუხები და მიიღოთ განვითარება. ნებისმიერი თქვენი აქტივობა, რასაც დაიწყებთ, თქვენ აუცილებლად მიიყვანთ ბოლომდე. იმიტომ რომ თქვენ იცით როგორ გააკეთოთ ეს. თქვენ შეგწევთ ამის ცოდნა, ამის გამბედაობა და შეგწევთ ამის ენერგია. ამიტომ კვირის საერთო პოტენციალი არის არკანი მაგი, რაც ნიშნავს, რომ თქვენი რეალობის
ჯადოქრები ხართ, თქვენი რეალობის მაგები ხართ და შესაბამისად ნამდვილად შეგიძლიათ თქვენს რეალობაში შეიტანოთ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, ან კონკრეტული მოვლენა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად გააძლიერებს, გაამდიდრებს და გაადიდებს და გააძვირფასებს თქვენს რეალობას. კარგით, ძალიან კარგი. ახლა ვნახოთ რა გველოდება პარტნიორულ ურთიერთობებში. პარტნიორული ურთიერთობები ამ ერთი კვირის განმავლობაში. მშვენიერი არგანია. ეს არის თასების რაინდი. პარტნიორულ ურთიერთობებში თასების რაინდი ნიშნავს, თუ კი გაქვთ პარტნიორული ურთიერთობა, ეს ნიშნავს ურთიერთობის ბევრად რომანტიულ ტალღაზე გადასვლას. ეს ნიშნავს, როდესაც ადამიანები ერთმანეთში თანხმდებიან. ეს არის არკანი, როდესაც ადამიანები თანხმედრაში მოდიან ემოციურად, როდესაც არის ერთმანეთის აღიარება, როდესაც არის რომანტიკა, როდესაც არის შეხმატკბილება, ხო, პარტნიორულ ურთიერთობებში, სადაც ადამიანი მოდის თქვენთან და თქვენს პასუხობთ, რა თქმა უნდა, მოდის თქვენთან ენერგიით, რომელიც თქვენს გაძლევთ ძალიან დიდ ძალას და მასაც ხომ რა თქმა უნდა, ხომ? ამიტომ ძალიან კარგი ერთი კვირა არის იმისთვის, რომ დაალაგოთ პარტნიორული ურთიერთობები, თუ კი გრძნობთ, რომ გარკვეული სირთულეები იყო წინა კვირას, დაძაბულობა, არ გესმოდათ ერთმანეთის. ვფიქრობ, რომ შორის კარგი პერიოდია იმისთვის, რომ პარტნიორის მხრიდან მიიღოთ გარკვეული თანხმობა, ხო? ქალებს ხომ აქვთ ხოლმე ესეთი პერიოდი, როდესაც ესეც კონკრეტულ მომენტს ეძებენ ხოლმე, რომ თქვათ პარტნიორი რაღაცაზე დაითანხმონ. ძალიან კარგი პერიოდი არის ამისათვის, რომ აი ზუსტად მიიყვანოთ თქვენი იდეები, თქვენი გეგმები ბოლომდე და დაითანხმოთ თქვენი საყვარელი ადამიანი. ვისაც არ გყავთ პარტნიორი, გეტყვით, რომ აქ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გამოხატავს თქვენდამი მინიმუმ ძალიან დიდ სიმპათიას. ეს არის კომპლიმენტები, შესაძლოა იყოს სიყვარულის ახსნა, შესაძლებელია იყოს ზარი, რომელიც ასევე წარსულიდან განხორციელდება, ხომ? გულის და ხელის შემოთავაზება, ხო? მაგრამ ნახეთ, აქ ერთი გაფრთხილება, ხო? თუ კი ეს არის ადამიანი, ვთქვათ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყოფილიყო კარგი გოგო ან კარგი ბიჭი, დარჩებოდა ამჟამინდელად და არა ყოფილად, ხო? ანუ აქ ერთი მომენტი არის, რომ კი, კარგი რომანტიული ლამაზი არკანი მოვიდა, მაგრამ შესაძლებელია გაფრთხილების ნაწილში ეს იყოს მინიშნება, რომ კი, მოვიდა ადამიანი, დღეს ძალიან სიყვარულის ხასიათზე, მაგრამ იმის იქით შეიძლება ეს ასე დიდხანს არ გაგრძელდეს. ხვდებით ხო დაახლოებით რისი თქვა მინდა. თქვენ აუცილებლად იგრძნობთ ამ ადამიანის სიტყვებისა და კომპლიმენტებისა და თბილი გრძნობებისა და ემოციების უკან რა დგას და რა იმალება. გამიგეთ ხომ? ამიტომ მიიღეთ, თუ კი ეს არის ახალი რაღაცა ნაცნობობა, თქვენს მიმართ კომპლიმენტი, თქვენს მიმართ ესეთი რომანტიული, ვთქვათ, დამოკიდებულების გამოხატვა არ იჩქაროთ. მაქსიმალურად მიიღეთ, ისწავლეთ მიღება იმ პროცესებისა, რომელიც გსიამოვნებთ. არ არის აუცილებელი, რომ როგორც იტყვიან, გადნეთ ხელებს შუა, თვალს და ხელს შუა და არ არის საჭირო, რომ თქვათ მომენტალურად გადაეშვათ, ხო? მიიღეთ, ისიამოვნეთ და ცალი მხარე ფხიზლად ყოველთვის დატოვეთ, როგორც იტყვიან, ხო? იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოდის ადამიანი და თქვენ უნდა მიიღოთ ეს მისი
გარკვეული რომანტიული ენერგიები, ხო? ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგი არკანია, ხო? თუ კი ვთქვათ, მეტყვით რომ რადგან ჩემი რომანტიული ეს არის ეს ასევე შესაძლებელი ნიშნავდეს, რომ თქვენში გაიღვიძებს შემოქმედებითი ენერგია. თქვენ იმდენად აივსებით და იმდენად კარგად და იმდენად სასიამოვნოდ და იმდენად თვითკმარად იგრძნობთ თავს, რომ მზად იქნებით, რომ რა ვიცი, რომანტიულ განწყობაზე იყოთ და ამ რომანტიულ განწყობაზე და ენერგიებზე შექმნათ რაღაცა ძალიან სასიამოვნო თქვენთვის. ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგი არკანია პარტნიორული ურთიერთობებისთვის. ყავთ პარტნიორი, არ ყავთ თუ არ აპირებთ რომ ყავდეთ, ხო? ფინანსები ვნახოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანი ზომიერება. არკანი ზომიერება ფინანსურ ენერგიაში ნიშნავს იმას, რომ გარკვეულმა თუ კი რთული პერიოდები გქონდათ, უკვე ჩაიარა, ხო, მე-13 არკანმა და მოხვედით მე-14 არკანში, რაც არის ის, რომ უკვე იცით შედეგები, იცით რატომ რას როგორ და რანაირად მოყვა და ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ შეინარჩუნოთ ოქროს შუალედი და შეინარჩუნოთ ბალანსი. მე ვიტყოდი, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში თავარი თქვათ მინიშნება რაც არის ხო ფინანსებზე იყავით ზომიერი და ვთქვათ ნაკლები რისკები, ნაკლები ვთქვათ არის ხო პერიოდები, როდესაც შემიძლია გითხრათ, რომ მიდით, აი, კარგი პერიოდია, ხო, რაღაცნაირად ჟღერს სადღაც, გასარისკათ, იმიტომ რომ ვინც არ რისკავს შამპანიურ სირს არ სვამს, ხო, როგორც იტყვიან, მაგრამ ეს ის პერიოდია, როდესაც იყო უკვე რთული პერიოდი შესაძლოა ფინანსურ ნაწილში, ხო? და ახლა აი ამ ზომიერების ენერგიაში ფიქსირდებით და არ არის ზედმეტი ვთქვათ სხეულის მოძრაობების საჭირო, ზედმეტი ხარჯები. მაქსიმალურად გქონდეთ ბალანსში ფინანსები, მე ასე ვიტყოდი. ხო, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი ნორმალურად არის, აქ არ ჩანს არანაირი ვთქვათ ფინანსური ან ნეგატივი, ან ვთქვათ უარყოფითი პროგნოზი, ან წარუმატებლობა, არა, პირიქით, თითქოს ახლა ნელ-ნელა უფრო ესეთი მზარდი პროცესი იწყება თქვენი ფინანსური ენერგიისა, სადაც სხვათა შორის ამ არკანში ძალიან ბევრი რამის გადაფასებას მოახდენთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ვინ არის, ვის რამდენად მეგობრობა, ახლობლობა, ნამდვილი გულწრფელი თანადგომა ვთქვათ აკავშირებს თქვენთან და ვის უბრალოდ ფინანსური ინტერესი. აი, ძალიან კარგად ვფიქრობ, რომ ეს ახლო წარსულში მიღებული გამოცდილებებიც და ეს მდგომარეობაც მოგცემთ კარგ ანალიზს. როგორც ფინანსურს, ასევე ადამიანურ სამყაროში, ვის რა ადგილი უჭირავს თქვენს ირგვლივ, ხო, თქვენს რეალობაში. ძალიან კარგად მივდივართ, ნახოთ, ჯანმრთელობა. ხო, ჯანმრთელობა გვაქვს ათიანების ხლები. მე გირჩევდით, რომ თუ კი რაიმე ვთქვათ გაწუხებთ, ეს არის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა, რომელიც აი გადაივლის, ხო? არა, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. მიდით აიღეთ, ვთქვათ, ელემენტარული სისხლის ანალიზი, ხო? შეიმოწმეთ საკუთარი, დაითვალიერეთ, ვთქვათ, ეკოსკოპიურად საკუთარი ჯანმრთელობა, ხო? იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად შეიძლება წავიდეს, ვთქვათ, გარკვეულ სირთულეებში, მაგრამ უმეტესწილად ათიანების ხმლები ეს არის ფსიქოსომატიური მდგომარეობა, ეს არის თქვენი ფსიქოლოგიური, ფსიქოემოციონალური მდგომარეობა და მე რატომღაც მინდა ვთქვა, რომ ეს არის გადაღლის შედეგი. ძალიან დიდი გადაღლის, ძალიან დიდი ძალიან გჭირდებათ დასვენება, იმიტომ რომ შეიძლება ფიზიკურ დონეზე ბევრი ენერგია გაქვთ, ბევრს ახერხებთ, ბევრს ასწრებთ, მაგრამ ტვინს დასვენება, ცნობიერს დასვენება, ძალიან გჭირდებათ დასვენება. აი, მოდის აქ დაისვენეთ და მიხედეთ საკუთარ ჯანმრთელობას და საკუთარ ფსიქიკას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ერთი კვირის მანძილზე. ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ გადაიწვათ, იმიტომ რომ უკვე მისული ხართ გადაწვის მდგომარეობასთან. კი არა და მიხვედით აგერ და ეს არის, ხო? შეიძლება სანერვიულო შეგხვდათ და რაღაც აი უკვე
იმიტომ რომ ფინალური არკანი ათიანების ხვლები, ხო? რაც ნიშნავს იმას, რომ დროა დასკვნები გაკეთდეს, თან ზომიერებაც მაჩვენებს, რომ ашკარად იყო გარკვეული, თქვათ, გადალაგებები თქვენს ცხოვრებაში, სოციალური, ფინანსური შესაძლოა, ხო? მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეხლა თქვენ გეუბნებიან, რომ დაუბრუნდი შენს თავს, მიხედე ჯანმრთელობას და ყოველთვის ადამიანებს ურჩევ ხოლმე მიიღეთ მაგნეზიუმი, ბეჯგუფის ვიტამინები, ხო? ხანდახან ეს ყოველთვის ჩვენ ძალიან სტრესულ გარემოში და სამყაროში გვიწევს ცხოვრება, ხო, როგორც იტყვიან. მაგნეზიუმი, გლიცინატი მიიღეთ, ძალიან კარგია. ხო, უკეთესად აითვისებთ ძილიანობაც, ძვალსახსროვანი სისტემაც, ძილიანობა არა, უკაცრავად ძილი, თვითონ ძილის პროცესიც მოწესრიგდება, ხო? ამ თქვენს რჩევას მეც გავითვალისწინებ, იმიტომ რომ ფაქტიურად ნუ ხამების თენება ეს ჩემი ხო და შრომა ეს ჩემი, ვთქვათ, ბუნებრივი პროცესია და ნუ პერიოდულად მეც ვგრძნობ ხოლმე, რომ ელემენტი ჯდება და დასვენება არის საჭირო, რა თქმა უნდა, ხო? ძალიან კარგი გაფრთხილებაში, პროფესორი, ჯანმრთელობაში ხა ნახოთ რას გვაფრთხილებენ არკანები, ხო? გაფრთხილება არკანი ქურუმი ქალი, ნახოთ რას ეხება ეს. არკანი ქურუმი ქალი გაფრთხილების ნაწილში რას ნიშნავს? ნახეთ რას ნიშნავს არკანი ქურუმი ქალი, ხო? ძალიან გამძაფრებული გექნებათ ინტუიცია და ძალიან ინტენსიურად იგრძნობთ, რომ თქვენს ირგვლივ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან ცუდი თვალით უყურებენ თქვენს რეალობას. მოდი, აქ არის შური. ეს არის შური, ეს არის ბანალური ბოღმა, ხო, თქვენს წარმატებაზე, თქვენს კეთილდღეობაზე. გაფრთხილება არის, რომ ირგვლივ ახლოს არის ეს ადამიანი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება საკმაოდ ახლოც იყოს, ძალიან სლენგს გამოვიყენებ, გედაქალებოდეთ, გემეგობრებოდეთ, მაგრამ აი თუ კი იგრძნობთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, რომ კონკრეტული დაქალ მეგობრებისგან რაღაცა თვალი მოდის, ხო, ან ადამიანს რაღაცა უთხარით, მეორე წუთას აღარ გაგიმართლოთ. მოკლედ, თქვენს რეალობაში არის ადამიანი, რომელიც ძალიან თვალავს, მოდი ასე ვთქვათ, თქვენს წარმატებას. ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ ამას ძალიან ინტენსიურად იგრძნობთ, იმიტომ რომ ნახეთ, ფინანსები ლაგდება, ენერგია მაგის არის, ხო, პარტნიორული ურთიერთობების ირგვლივ, ხო, ყველაფერი კარგად მოდის, მივხვდით, ხო, ნუ ჯანმრთელობის ნაწილში კი ჩანს, რომ ნუ არის პრობლემა. კარგი არკანი ნამდვილად არ არის, მაგრამ აი აქ ჩანს, რომ არის ადამიანი, რომელიც თითქოს ძალიან გულის ის არის, ხო, ცალთ მეგობრებო გაითიშა, ანუ ძალიან თითქოს გულიანი ადამიანია, თქვენთან არის, კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ადამიანი ძალიან იბოღმება თქვენს წარმატებასა და კარგად ყოფნაზე და თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში ინტუიცია არ მოგატყუებთ. თქვენ იგრძნობთ ამ ადამიანს, თქვენ იგრძნობთ მის მწველ მზერას. თქვენ იგრძნობთ ადამიანს, ვინც ცდილობს აი ამ თქვენი წარმატების წაღებას. ეს სხვათა შორის შეიძლება მარტო დაქალი არ იყოს, ასევე იყოს, ვთქვათ, ადამიანი, ყოფილი, ტოქსიკური მამაკაცი, ხო, რომელიც თქვენზე ბევრად პატარა ენერგეტიკულად, პოზიციურად, ყველანაირად ხვდებით, ხო? ანუ ცდილობს, რომ თქვენი სიმშვიდე, თქვენი კარგად ყოფნა, თქვენი ეს პოტენციალი კარგი გამოიყენოს სათავისოდ და ინტუიცია ნამდვილად არ მოგატყუებთ, თქვენ გამოიყვანთ სააშკარაოზე ასეთ ადამიანს და ვფიქრობ, რომ საკადრის პასუხსაც აუცილებლად გასცემთ. მე კი დაგემშვიდობებით, ნაყოფიერ და წარმატებულ ერთ კვირას გისურვებთ, ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.